შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მთავარ პროკურორს ობიექტური გამოძიების ჩატარებას თხოვს. თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ მისი დაკავება კანონდარღვევით და გაყალბებით მოხდა, რითაც ახალმა ხელისუფლებამ მასზე შური იძია იმის გამო, რომ ბაჩუ ახალაიას მეგობარი და თანამოაზრია. გუნავას თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბრალდება, რომ ნარკოტიკებთან რაიმე საერთო ჰქონდა. ჩემი დაკავება მოხდა პირველ რიგში იმის გამო, მე მინდა კაფე 4-ს გავუსვა იმას, რომ ბაჩუ ახალაი არის ჩემი მეგობარი, მე ვარ მისი მხარდამჭერი და ასე რომ ზოგიერთ სახელმწიფო გუნდში არ მოეწონა ჩემი ზედმეტი აქტიურობა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს დაიწყოს გამოძიება ამ ყველაფრის შესახებ, იმიტომ რომ ფაქტობრივი გარემოებები არსებობს ისეთი, რაც ნათელს მოხდენს ამ ყველაფერს და თუ შეძლებს ეს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამ საქმეზე კონკრეტულად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, დააკავოს ის პირები, ვინც ამ უკანონობაში მონაწილეობდა, დამერწმუნეთ, ეს არა მარტო თენგიზ გუნავასთვის იქნება კარგი, არამედ მთლიანად საქართველოს საჭიროა შევიტანოთ იმ პირებზე, ვინც ეგეთი ამაზენი ფაქტი ჩაიდინა ჩემი მისამართით რა. ესენი არიან კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. დანარჩენი შემდგომში გამოიკვეთება, ბუნებრივია, ვინ ედგა ამას სათავეში, ვინ გადაწყვიტა ესეთი ფორმით ჩემი დაკავება, ეს პროკურატურის პრეროგატივაა და მე იმას ვიტოვებ, რომ ობიექტურად წარმართავენ.